წარმოგიდგენთ ვარჯიშებს, რომელთა შესრულება შესაძლებელია და ამასთან ძალიან სასარგებლო სპინალური დაზიანების მქონე ადამიანისათვის. ვარჯიშის დასაწყებად მოგვიწევს ტრანსფერის განხორციელება, რაც აუცილებლად უსაფრთხოდ და მაქსიმალურად ურისკოთ უნდა გავაკეთოთ, რაცა დაზიანებას ავარიდოთ თავი. პირველ რიგში აუცილებელია, რომ უკანა დიდი ბორბლების სამუხრუჭეები იყოს ფიქსირებულ მდგომარეობაში და ეტლი არ მოძრაობდეს. მე ამ შემთხვევაში მიწევს იატაკზე გადაждდომა და დაგვჭირდება დამხმარე საშუალება მცირე ზომის ტახტის ეგრეთ წოდებული ტაფჩანის სახით. პირდაპირ იატაკზე გადაждდომაც შესაძლებელია, მაგრამ ისევ და ისევ რისკების თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია თუ დამხმარე საშუალებით ვისარგებლებთ. ადგილი, სადაც ჯდება სპინალური დაზიანების მქონე ადამიანი, მაქსიმალურად მყარად უნდა იდგეს და გაცურების აყირავების შესაძლებლობა მინიმალური უნდა იყოს. ამის შემდეგ ფეხებს უშვებთ იატაკზე და ეტლის საფეხურებს ვკეცავთ. ვცილდებით ეტლის საზურგეს და მაქსიმალურად წინ ვიწევით ეტლის კიდეზე. ერთი ხელით ვეყრდნობით მყარად მოთავსებულ ტაფჩანს, მეორე ხელით ვეჭიდებით ეტლის ყველაზე მყარ და მოსახერხებელ ნაწილს, ამ შემთხვევაში კუთხეს და ნელად და ფრთხილად დავეშვებით ტახტზე. იატაკზე გადაждდომისას ხელმძღვანელობთ იმავე პრინციპებით, ხელის ორივე საყრდენი უნდა იყოს მაქსიმალურად მყარი და ისევ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ რბილად და უსაფრთხოდ დავეშვათ იატაკზე. უსაფრთხო ტრანსფერის შემდეგ შეგვიძლია ვარჯიშიც დავიწყოთ. ვიწყებთ ფეხის სახსრებით. გვჭირდება ინსტრუქტორის დახმარება, რომელიც ხსნის სახსრებს და ეს გვიცავს კონტრაქტურისაგან, სახსრების შეკუმშვისაგან, რომელიც სახსრებში რბილი ქსოვილების ან ნერვების დაზიანების შედეგია. ვიწყებთ კოჭის სახსრის ვარჯიშით. ტერფს ვამოძრავებთ წრიულად საათის ისრის და შემდეგ საპირისპირო მიმართულებით და ასევე ზემოთ ქვემოთ. სასურველია მუხლი ამ დროს მოხრილ მდგომარეობაში იყოს. გადავდივართ მუხლზე. ინსტრუქტორი გვეხმარება ფეხის მოხრა გაშლაში, რამდენადაც შეგვიძლია უწევთ წინააღმდეგობას. ვიხმარებთ მენჩს და ტერფით ხელზე ვაწვევით. გადავდივართ მენჯ-ბარძაყის სახსარზე, მუხლი რჩება მოხრილ მდგომარეობაში და დამხმარე ინსტრუქტორი ფეხს ამოძრავებს წრიულად საათის ისრის და საპირისპირო მიმართულებით. ინსტრუქტორის დახმარებით შეგვიძლია მუცლის პრესის გავარჯიშება. ინსტრუქტორი ბალანსის შენარჩუნებაში გვიწყობს ხელს. ფეხები არის ფიქსირებულ მდგომარეობაში, ხელები ჩაკიდებული გვაქვს ინსტრუქტორზე და ზედა ტანით ზემოთ ქვევით ვიწევით. გადავიდეთ ზურგისა და წელის კუნთების ვარჯიშზე. წვევით პირქვე ინსტრუქტორი გვიდგას წინ და უკავია ძელი, რომელზეც ჩაჭიდებული ვართ და ზედა ტანით მოძრაობთ ზემოთ ქვემოთ. წელის ვარჯიშისათვის კარგი დამხმარე საშუალებაა დიდი ზომის ბურთი, რომელსაც ხელებით ვეყრდნობით, ინსტრუქტორი გვიკავებს მენჩს და ვირწევით ბურთზე.
წელის კიდევ ერთი ვარჯიშის შესრულება შეგვიძლია შვედური კედლისა და დიდი ზომის ბურთის დახმარებით. ხელებით ვეჭიდებით შვედურ კედელს, ვждებით ბურთზე და წრიულად და მარჯვნივ მარცხნივ ვირწევით. ყველა კუნთისთვის ძალიან სასარგებლოა 4-ზე დამდგარ მდგომარეობაში შესრულებული ვარჯიშები. ინსტრუქტორის დახმარებით ვაკეთებთ ჯვარედინ გაჭიმვას მენჯი არის მყარ მდგომარეობაში და ჰაერში ვჭიმავთ ერთდროულად მარცხენა ფეხს და მარჯვენა ხელს, შემდეგ მარჯვენა ფეხს და მარცხენა ხელს. რჩებით 4-ზე დამდგარ მდგომარეობაში, ინსტრუქტორის დახმარებით მენჯი ისევ მაქსიმალურად მყარ პოზიციაზეა და ვაკეთებთ აზიდვებს. ინსტრუქტორის დახმარებით, რომელიც გვიკავებს მენჯს, ვცოცავთ წინ, უკან და გვერდითა მიმართულებით. სიმძიმეების აწევასა და შტანგასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება ვარჯიშს, როდესაც საკუთარი ტანის სიმძიმის დაძლევას ვცდილობთ. შეგვიძლია ტრენაჟორებზე ვარჯიშის ტრენაჟორზე ტრანსფერის დიდ ყურადღებას მოითხოვს, რომ რისკებისგან ვიყოთ დაცულები. ვავარჯიშებთ წელის, ხერხემლის, გულმკერდისა და ხელის კუნთებს. ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ორძელზე ვარჯიში. ორძელის სიმაღლე ინდივიდუალურია, ინსტრუქტორი გვეხმარება ნაბიჯის გადადგმისას მუხლის დაფიქსირებაში. ორძელთან მოძრაობთ წინ და უკან სვლითაც.